ვიწყებთ გადაცემას ესე. ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. მაგრამ ამერიდან შეიცვლება. ცვლილების მიზეზი არის ის, რომ ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ჯორჯია ფორსთან ერთად. ჯორჯია ფორსი არის კონსერვატიული პლატფორმა, რომელიც თარგმნის უცხოელ ექსპერტების მოსაზრებებს, არა მარტო ექსპერტების, პოლიტიკოსების მოსაზრებებს, ყოველგვარი ლიბერალური ცენზურის გარეშე. აჩვენებს საერთაშორისო პოლიტიკას ისე, როგორც არის რეალობა და არა ისე, როგორც უნდა რომ გვაჩვენოს ლიბერალურ მედიას. სწორედ იმიტომ, რომ მე კონსერვატორი ვარ, პლატფორმაც კონსერვატიულია, სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ ვითანამშრომლოთ ერთად და ამიერიდან ორივე ერთად ვითანამშრომლებთ და მოგაწვდით ახალ პროდუქტებს. ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ საუბრებს პოლიტიკაზე, გეოპოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, ისტორიაზე, იდეოლოგიაზე და კულტურაზე. ასე რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი, თქვენ ამიერიდან შეგეძლებათ ეს გადაცემა ნახოთ არა მარტო ჩემ გვერდზე, არამედ ჯორჯია ფორსის გვერდზე და ჯორჯია ფორსის პლატფორმაზე ზოგადად. ასე რომ დიდად დაგვავალებთ თუ გამოიწერთ ამ არხს. ეხლა რაც შეეხება გადაცემას. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ეხლა ცნობილი დიპლომატი, უკვე არა ესე ვთქვათ ვეტერანი, არა ახალგაზრდა, ესე ვთქვათ კოტეჟღენტი, ბატონი კოტეჟღენტი, რომელმაც საკმაოდ დიდარი დიპლომატიური სკოლა გაიარა. პრაქტიკულად საქართველოს დამოუკიდებელი პირველი დღიდან დიპლომატია და დაკავშირებულა თქვენთან. და თქვენ ნახეთ თელი ის ცვლილებები, რაც დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე დაიწყო. დღეს ზოგადად მინდა საუბარი აი არსებულ კონფლიქტებზე, მაგრამ მოდით ცოტა შორიდან დავიწყოთ და მივიდეთ აი თანამედროვებამდე. აი თვითონ ტენდენციებს, როდესაც თქვენ დაიწყეთ მუშაობა. როგორი იყო მაშინ ზოგადად ქართული პოლიტიკური ელიტის, ასე ვთქვათ, ან საზოგადოების ხედვა და აი როგორ ხდებოდა შეცვლა აი ამ ყველაფრის და აი დღეს როგორ მოვედით აქამდე, სადაც ვართ. მადლობა მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც თქვენ ახალ პლატფორმაზე გამოვდივარ. კი, ნამდვილად მე 33 წელი ვიმუშავე საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის. კი არა, უფრო ადრე მივედი. და მერე ჩატარდა არჩევნები. მე მისული ვიყავი ჩემ რამდენიმე კოლეგასთან ერთად. გოგი ჯავახიშვილი იყო ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაშინ ისეთ სამინისტრო იყო, რომ უნდა გავიხსენო, ეგ აუცილებლად. ძირითადად ხდებოდნენ ხოლმე დელეგაციებს მოსკოვიდან ჩამოსულს უცხოურს. მასპინძლობდნენ. რა თქმა უნდა, დროს ატარებინებდნენ, ასე ვთქვათ, აკეიფებდნენ, ანახებდნენ თბილისს, საქართველოს. რამდენი დროც ჰქონდათ იმის მიხედვით, მე გააცილებდნენ და ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბევრმა არის ის, რომ საბჭოთა საქართველოში არსებობდა ესე სამინისტრო. საბჭოთა საქართველოში კი არა, საბჭოთა კავშირის დროს ყველა რესპუბლიკაში ჰქონდა თავის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრად ფორმალურად ითვლებოდა უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე იმ რესპუბლიკის და პრაქტიკულად იყო პიროვნება, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ეგრეთ წოდებულში. და ესეთი იმ დროს იყვნენ ჩამოსული აქ ისეთი ხალხი, როგორც ფიდელ კასტრო, მაგალითად ხრუშჩოვი. ცნობილი ამბავია. როგორც იმელდა მარკოსის მეუღლე იყო აქ ჩამოსული. როგორც დეივიდ როკფელერი მაგალითად იყო ჩამოსული. როგორც საკმაოდ ბევრი იყო სხვათა შორის. და მარგარეტ ტეტჩერი ცნობილია მარგარეტ ტეტჩერი. სხვათა შორის როგორც მახსოვს, ქართველები აქო მაშინ რაღაცა ესეთი. აქო კი არა, ძალიან გახარებული იყო, იმით რომ ქართული ოქრომ კერდით გააკეთებული ქართული კაბა აჩუქეს. და მე ჩაიცვა კიდევაც ესეთი ისიც მოგვივიდა. ხო, დავიდ როკფელერს ყველაზე უფრო თურქული აბანო მოეწონა მაგალითად და პირდაპირ თურქული აბანოდან პირდაპირ ხაზით შეერთეს
ამერიკასთან, ნიუ-იორკთან და იქ უთხრა რომ აი მე ხლა ესე თაბანოში ვარ და მანდ რო ჩამოვალ ეგეც დამახოდრებთო უკვე იქო თავის მექისიანათო უთხრა და იქიდან კიდრეს მექისე რა არის ხო და ან აუხსნა მექისე რა არის და შეძლებს დაგვარად დეივიდ როკფელერმა ბატონი ოთარ ჩერქეზია ეხმარებოდა რომელიც მასპინძლობდა მოკლედ აი ესეთი ისტორიები იყო პოლიტიკური ტურიზმის იმით პოლიტიკური ტურიზმი იყო კი ბატონო ხო და მე უკვე აი ჩატარდა არჩევნები და მე დავიწყეთ ნამდვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნა ასე ვთქვათ იმ პირობით როცა საერთოდ არ ყავდა პროფესიონალი დიპლომატები არ იყო პროფესიონალი აი როგორ ვარჩევდით დიპლომატებს აი ის ხალხი რომელიც ახლოს იყვნენ დიპლომატიასთან მაგალითად სულ თავიდან რომ დავიწყეთ იყვნენ საზოგადოების ქვეყნების ეკონომ-გეოგრაფები უნივერსიტეტიდან, ვისაც ეგ ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, აღმოსავლეთმცოდნეები, ჩემი თამადობით, რომელსაც ეგ ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი, ვისაც ჰქონდა დამთავრებული, მაგალითად ბატონი თედო ჯაფარის და გიგა ბურდული, მაგრამ თედო მე ამერიკის ინსტიტუტში იყო მოსკოვში არბატოვთან და ძალიან ცნობილში და გიგა ინაზემცევთან და მე კიდე პრიმაკოვთან. იქ გავაკეთე ორი დისერტაცია, ასე რომ ეგ გამოცდილება გქონდა ეგეთ ხალხთან ურთიერთობის. ესე პრიმაკოვს იცნობდით? პრიმაკოვს ვიცნობ ძალიან კარგად. და აი ერთი შეკითხვა მაქვს, სულ აი ესეთი ორმაგი აზრი არის პრიმაკოვთან დაკავშირებით. პირველი ეს არის ის რომ ის რაღაცა მეგობარი იყო საქართველოს და მეორე ის იყო მტერი. აი სულ ესეთი ორნაირი შეხედულება არის საზოგადოებაში. ზოგიერთის მიხედვით თვითონ პრიმაკოვთან არის დაკავშირებული სეპარატისტული მოძრაობებიც, მეორენი ამბობენ რომ პირიქით ეს იყო ისეთი პროქართველი, რომ იმას აკეთებდა, რა ქვია, ქართულ საქმეს ლობირებდა და აი ვერ გავერკვია სიმართლე გითხრათ რომელი მხარე ამბობს სწორს. როგორი პიროვნება იყო და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან? მე რამდენადაც ვიცი, სეპარატისტული მოძრაობები დაკავშირებულია ავად სახსენებელ ცეკას მდივან ბატონ სუსლოვთან, რომელიც იდეოლოგიას ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის დროს და რომელიც ცნობილია მისი გამონათქვამი, რომელიც მე არაერთ ადგილას იყო დაბეჭდილი, რომ უნდა ეროვნული უმცირესობები აუმხედროთ ადგილობრივ მთავრობას იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას ცოტა ხელი შეუშალოთ ან რაღაც მისი ცნობილი გამონათქვამია. ის ცნობილი წერილი აფხაზების, რომელიც ვითომ აფხაზეთის უხუცესები შეიკრიბნენ და გაუგზავნეს ცენტრალურ კომიტეტს, ის სუსლოვთან მივიდა და მე იმ სუსლოვმა აქ გამოაგზავნა და მოთხოვა ჩვენ მაშინდელ მთავრობას ისეთი რამეები, როგორც არის კვოტები აფხაზებისთვის ჯარში წასაყვანად, რომ თანამდებობებზე ქართველებთან ერთად აფხაზები აუცილებლად უნდა და ასე შემდეგ და ასე. მისი დაწყებული იყო და არა პრიმაკოვის. პრიმაკოვი ელემენტარულად იყო ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა რუსეთის საგარეო პოლიტიკას. ის ადამიანი სხვას რო თავი დავანებოთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მერე პრემიერ-მინისტრი იყო და სხვა შორის დაზვერვის ხელმძღვანელიც იყო რუსეთის. ამიტომ რა თქმა უნდა ის როგორც რუსეთის მოქალაქე იცავდა რუსეთის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებდა რუსეთის ინტერესების დასაცავად. მაგრამ იყო თვლიდა თავს თბილისელად, იმიტომ რომ თბილისში დაამთავრა სკოლა, აქ სწავლობდა. გაგზდილი იყო აქ. გაგზდილი იყო ლენინგრადის ქუჩაზე, პირველი მეუღლე ყავდა ქართველი, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა ქართულად, აი ესეთი ქართული საუბრობდა. და ყველა ქართველს ვინც ჩადიოდა მოსკოვში ცენტრში ასე ვთქვათ მაშინდელში შეძლებს დაგორად ყველაფერს უკეთებდა. ეხმარებოდა და გვერდშიც ყავდა. მე მაგალითად გვერდში ვყავდი. იმ დონეზე ვყავდი გვერდში, რომ როდესაც პალესტინის განთავისუფლების მე ორივე დისერტაცია პალესტინაზე მაქვს დაწერილი, ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებზე პირველი ინგლისის მანდატის წლებში პალესტინის ეროვნული გამათავისუფლების მოძრაობა ესე ერქვა რა თქმა უნდა მაშინ და მეორე აი იმ ვარიანტზე რომელიც ძალიან ბევრჯერ კი არა ეხლაც ამბობენ რომ ცოცხალია უბრალოდ იორდანიასთან პალესტინის ერთად ავტონომია აი ეგრე გადაჭრა პალესტინის პრობლემის მაგ მეთოდით ასე ვთქვათ რომელმაც ნუ არ იმუშავა მაგრამ ეგ იდეა ყოველთვის არსებობდა აი მე ტრანსიორდანიული რაღაც სახელმწიფო რომ შექმნილი ხო დიახ ხო და რო ჩავედი რომ მივედი
მივედი რეკომენდაციო წერილით მის თბილისელი ძმაკაცებისგან, რომელიც მამაჩემის მეგობრებიც იყვნენ. და რომ შევედი და რომ წაიკითხა და რა თემა გინდაო და მეოთხარი აი ესეთი მეთქი ისრაელ-პალესტინის ურთიერთობები და ეს ქართველები რა ცოტა ისეთ სიტყვა იხმარა. ისეთი ხალხი ხართ რა. რატომ მეთქი? ისეთ თემას ირჩევო რომ მაგთემითო საკანდიდატოს დაიცავს, სადოქტოროს და შეიძლება აკადემიკოსი გახდა ისე რომ ეგ პრობლემა არ გადაიჭრას არასოდეს. ეს თირამე მითხრა და ეგრეა ნამდვილად, ხო? ეხლაც გადაჭრილი არ არის ეგ პრობლემა და ნამდვილად ვეთანხმებ პრიმაკოს რომ არასოდეს არ გადაიჭრება. იმიტომ რომ ჩემი აზრით როგორც კი ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, მე ვიზიარებ თორე საკმაოდ ბევრი მეცნიერი ფიქრობს ესე და პოლიტოლოგი. როგორც კი ისრაელი შეიქმნა იქ, სადაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, იქ ჩაიდო გადაუჭრელი კონფლიქტი. იმიტომ არაბები არც მაშინ აპირებდნენ, განსაკუთრებით რადიკალური არაბები, ისრაელის ცნობას როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არც შემდეგ და არც ახლა არ აპირებენ სხვათა შორის. მოდით დაუბრუნდეთ იმ საკითხს, საქართველოს საკითხი უფრო მაინტერესებს ამ შემთხვევაში. ანუ გემახსოვრებათ 90-იან წლებში დაიწყო უკვე აი ეს კონფლიქტები. აი ამ კონფლიქტებში საგარეო საქმეთა სამინისტრო რას აკეთებდა? ანუ ვეძებდით მოკავშირეებს, არ ვეძებდით მოკავშირეებს, როგორ უყურებდით სამყაროს მაშინ? ჩვენ შევეცადეთ თავიდანვე, რომ რაღაცნაირად დავლაპარაკებოდით რუსეთს. შევეცადეთ ნამდვილად. მაგრამ აი მოგიყვებით ესეთი ისტორიას, როცა პირველ მოლაპარაკებაზე მაშინ უკვე დაკარგული გქონდა ასე ვთქვათ აფხაზეთი, სოხუმი და გამოსული ვიყავით იქიდან. პრაქტიკულად დამთავრებული იყო ეს ხელი ფაზა კონფლიქტის აფხაზეთში. ოსტებთან როცა მიმდინარეობდა ეს სიტუაციები, მაშინ ზვიად გამსახურდიას პერიოდი იყო. და იყო ცდები ჩრდილოეთ კავკასიელებთან კონტაქტების დამყარების ეს ზვიადის ინიციატივით ხდებოდა ეს და მისი გარემოცვის რომ რაღაცნაირად ისინი მოკავშირეებად გაგვეხადა რადიკალი ოსების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ინგუშები და დელეგაციებიც იყო ჩამოსული ინგუშეთიდან რამდენიმე ცნობილია ეგ. რომელიც შეხვდა ჩვენ მინის, მე ხვდებოდნენ ბატონ ზვიაც და ასე შემდეგ. და ინგუშები ყოველთვის სხვათა შორის ძალიან ლოიალური იყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილების, ხვების განსხვავებით ჩრდილოეთ კავკასიაში ეს ურთიერთობაში იგრძნობოდა და იყო ესეთი, ასე ვთქვათ, მოძრაობები, მაგრამ ამან შედეგები ვერ მოიტანა, რა თქმა უნდა, ამას ხელს უშლიდან პირველ რიგში თვითონ რუსები. იმიტომ რომ მათ აწყობდათ არეულობა, განსაკუთრებით აი ეროვნულ უმცირესობასა და ჩვენი ქვეყნის ტიტულის ერს საქართველოს შორის, რა თქმა უნდა, რომ ქონდათ ბერკეტები იმისთვის, რომ ემართათ სიტუაცია. ეს გასაგებია, მაგრამ რეალურად ესე რომ შევხედოთ ცოტა სხვანაირადაც. აი თვითონ გეოპოლიტიკური გარემო პირობები. თუ ჩრდილოეთ კავკასიას მოუნდება დამოუკიდებლობა, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს. გასასვლელი ხო აფხაზეთიდან ითვლებოდა რომ ქონოდა აფხაზეთი. ანუ თვითონ ისაც კი რომ გეოპოლიტიკური ორიენტაცია ჩეჩნების იქნებოდა სხვების ეს არ არის ის რომ აქ არსებობდეს ქრისტიანული, მოდი ესე ვიტყვი, სახელმწიფო. ჩვენსა და თურქებს შორის, მათსა და თურქებს შორის, ანუ ჩვენ. ბუნებრივია რომ ისინი პირადი ურთიერთობები გასაგებია, მაგრამ ყველანაირ ესეთი დაპირისპირების დროს ეს ხალხები როგორც წესი ჩვენ წინააღმდეგ გამოდიოდნენ საბრძოლოდ. ხალხებს იყენებდნენ ხოლმე ჩვენ წინააღმდეგ რუსები ძირითადად. მაგრამ იმათაც ესმოდათ რომ მათ ჭირდებათ რომ აფხაზეთი არ იყოს საქართველოს ნაწილი. ეს გაგება რო არ ყოფილიყო მათამი ისინი ესეთი ენთუზიაზმითაც შეიძლება არ ყოფილიყვნენ როგორც იყვნენ. აი განსხვავება ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის სწორედ მაგაში იყო. რომ უფრო რადიკალური პოზიცია ეკავა ჩეჩნებს. მაგ მიმართულებით ყოველთვის. და ინგუშები უფრო ლოიალურები იყვნენ. ჩეჩნებთან უფრო ნაკლებად იყო შესაძლებლობა საუბრის. თუმცა გვიცდია?
იცით რა პიროვნულ დონეზე უფრო ვიდრე სახელმწიფოებრივ დონეზე. სახელმწიფოებრივ დონე, მაშინ სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ჩამოყალიბებული არც იყო ჩვენი. წესერად, ასე ვთქვათ, ღრმად, სიღრმისეულად. მე ასე მგონია. იყო რაღაც ნაბიჯები, ვცდილობდით რაღაცეებს, დელეგაციებიც იყო ყველაფერი. მე მგონია, რომ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ჩამოყალიბება დაიწყო მაინც შევარდნაძის დროს. აი არ იყო ეს ცდილობა რომ აი მაგალითად დუდაევთან მისულიყო და გვეთქვა რომ აი ბასაევის არ ებრძოლა ჩვენ წინააღმდეგ რაღაცნაირად ზემოქმედება მოიხდინა იმას იყო ეგ ცდილობები რატო ჩავარდა მაშინ აი ისევ და ისევ მე მგონია რომ მან ის აგენტურა რომელიც იქ რუსებს ყავდათ ჩანერგილი თავის ხალხი ისინი ყოველმხრივ უშლდნენ ამას ხელს ჩვენ ესეთ ცდილობებს. ამას თვითონ ის ხალხი ლაპარაკობდა, ვინც იქ დადიოდა. მე რამდენიმესთან მქონდა მაშინ შეხვედრა, ვისაც აგზავნიდა ჩვენი მთავრობა, მე გამსახურდიას მთავრობას გულისხმობ მოკლე პერიოდში, როცა ეს მთავრობა არსებობდა, რამდენიმე ადამიანი, კი არა, ერთი მე მგონი 3-4 დელეგაციაც იყო, რომელიც იქ წავიდნენ და იყო ესეთი ცდები იმის, მაგრამ იქაური ის ხალხი, თავის ხალხი, რუსების ხალხი, ვინც იქ იყვნენ, ისინი ყოველმხრივ უშლდნენ ამას ხელს. ეს დაბრუნებული ხალხი ესე საუბრობდა, რომ ხელს უშლდნენ ამას და ნუ ეს მე მგონი ბუნებრივია რუსები რომ ამას ხელს შეუშლდნენ, ნათელი იყო. რაც შეეხება დუდაევთან ურთიერთობას, მე მეორე ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, რომელიც ძალიან ისე მახსენდება. როდესაც უკვე დოქტორანტურაში ვიყავი მოსკოვში, მომამაგრეს ჩეჩენი ასპირანტი შამილ ბენო, რომელსაც ჰქონდა დამთავრებული სორბონა. ამ შამილ ბენოს მამა იყო იორდანიის სასაზღვრო ჯარების უფროსი, გენერალი. და მისი და-ძმა ორივე მუშაობდა იორდანიის სასაზღვრო ჯარებში. ორივე მაღალი ჩინის ოფიცრები იყვნენ. ეს დუდაევმა ჩაიგდო ხელში ასე ვთქვათ დროებით ძალაუფლება ჩეჩნეთში დაუძახა შამილ ბენოს მამას ამ გენერალს ევან დაანება თავი იორდანიაში სამსახურს და ჩამოვიდა ჩეჩნეთში ეს ბენოს კლანი გახდა ერთ-ერთი გავლენიანი კლანი იქ იმ დონემდე რომ ეს ჩემი მომაგრებული საკანდიდატოს იცავდა ის და ჩემზე მომაგრებული შამილ ბენო გახდა დუდაევის ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეგრეთ წოდებული. და ერთხელაც უკვე ალექსანდრე ჩიკვაიძის დრო არის, ბატონი ალექსანდრე მეძახის და მეუნება რომ დელეგაცია მოდისო ჩეჩნეთიდანო. დუდაევის წერილი მოაქვსო საგარეო საქმეთა მინისტრს. მე არ ვიცი რომ ეს რაც ახლა ვთქვი, ჯერ არ ვიცი, სად არის შამილი. ხო და დავხვდეთო აეროპორტშიო, მე ვიცი რომ შენ რაღაცა იქ ქონდა კავშირებიო და დაждდა თვითფრინავი, გაიღო ეს უკანა ესეთი ის ქონდა იაკ 40-ით ჩამოვიდნენ და დავინახე ეს ჩემი ასპირანტი შამილ ბენო ჩამოვიდა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეჩნეთის. ერთი უხერხული მომენტი შეიქმნა, რომ დამინახე, გამოიქცა მე ჩავომეკიდე კისერზე და გვერდზე დგას მინისტრი და მე უკან ვდგევარ. და ნუ ეხლა ცოტა უხერხულის და მე აუხსენე მე უთხარი ბატონოსაშა ეს იყო მეთქი და რამდენიმე ჯერ სახში იყო ჩემთან და იქ ჩემმა მეუღლემ ხაჭაპურები გამოუცხო აქეთ იქ და ესეთი ურთიერთობა ჰქონდა მე უთხარი. მერე გავიგე მხოლოდ და ამან ჩამოიტანა წერილი დუდაევისგან შევარდნაძესთან ზუსტად ისეთი აი მებებია ილიკო და ელა რაიონში რო არის რომ მე რო აქედან შევუტებ შენ ზურგიდან დაარტყია. დედას ვიცა რომ ესე იგი ის დუდაევი ეუნებოდა ამ წერილში რომ ერთად ვიომოთ რუსეთის წინააღმდეგ. ეხლა ნუ იმას რაც არ მოდიგენა ქონდა ედუარდ შევარდნაძე არ ვიცი, მაგრამ ამას ეს რომ უკან გაუშვეს თავის წერილიანად ფაქტია. აი ესე შევხვდი იმ შამილ ბენოს იმის მერე რაც მოსკოვში შევხვდი დოქტორანტურაში ყოფნის დროს ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ მე დოქტორანტურაში იყავი, მაშინ უკვე პრიმაკოვი აღარ იყო.
დირექტორი მაგ ინსტიტუტის იყო კაპიცა, სინოლოგი კაპიცა, ეს ფიზიკოსი არა, სინოლოგი კაპიცა არსებობდა, რომელიც მერე ცნობილი გახდა იმით, რომ შევარდნაძემ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი ვიზიტის მერე ჩინეთში უყარდა იმას დალევა იმ კაპიცას და თვითფრინავში იმდენი დალეა, რომ ინდოეთში ჩამოაგდო თვითფრინავიდანო, ესეთი ლეგენდა არსებობს შევარდნაძე მოლოთობის გამო. და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და დანიშნა დირექტორად საგარეო იმის აღმოსავლეთ ცოდნეობის ინსტიტუტის. და იმან გააგრძელა წარმატებით მერე ეგრე ცხოვრება, ოღონდ უკვე ინსტიტუტში. ეხლა რო დაუბრუნდეთ იმას. არ ვიყავით პროფესიონალები, ვიყავით აი რო ჩამოთვალე აღმოსავლეთ ცოდნეები, ეკონომ-გეოგრაფები, ენის სპეციალისტები. მაგრამ აი ეს გამოცდილება, რაც მე ვახსენეთ თედო ჯაფარიძის ამერიკის ინსტიტუტში, არბატოვთან მუშაობის, ჩემი პრიმაკოვთან და გიგას. ეგეთ ადამიანურ ურთიერთობებს დაგებდით? ხო, აი ესეთ და იქ რაც ნასწავლი ქონდა და აი რაც მე გამოვიყენეთ, აი მაგით დავიწყეთ. აი სულ ერთი და იგივე შეკითხვა მქონდა. აი ამ კონფლიქტების პერიოდში. აი ხო გასაგებია ხა ჩრდილოეთ კავკასიელები სუსტები იყვნენ, ობიექტურად სუსტები იყვნენ. ჩვენ გვჭირდებოდა რაღაცა ძლიერი მფარველი. მფარველის კუთხით არ ველაპარაკებოდით ჩვენ იმას, რა თქმა ხო, უნდა. ჩვენ გვჭირდებოდა რაღაცა ესეთი მფარველი. არც ესე იგი ესეთი შტაბეჭედა რჩება, რომ თვითონ რუსეთანაც გავიფუჭეთ მაშინ ურთიერთობა სერიოზულად. და არც ესე იგი დასავლეთთან არ ვიყავდი ისე ახლოს, რომ რაღაცნაირად დასავლეთის იმედი ქონოდა. რა თქმა უნდა, დრო იყო საჭირო. როგორი შეიძლება ეს აი რადგან თქვენ უშუალოდ ესწრებოდეთ, ცოტა ესეთი წარმოდგენების ტყვეობაში ხო არ ვიყავით, მიამიტური წარმოდგენების ტყვეობაში. ვიყავით აუცილებლად. ხო და ეს წარმოდგენები მაინტერესებს როგორი იყო. აუცილებლად ვიყავით მიამიტური წარმოდგენების მაშინ. ანუ ისი იმედი ქონდა, მოდი ესე ვიტყვი. და რა იყო ჩვენი ხედვა? არავისი საკუთარი თავის გარდა, ოღონდ ჩვენ იმედი გქონდა, რომ დასავლეთი, როგორც შეერთებული შტატები, აი შემდეგ რომ ევროატლანტიკურ გაერთიანებას ვეძახით და ასე შემდეგ, რომელიც ახლა უკვე სულ ზღაპავს თუ არსებობს საერთოდ, აი იმის მხარდაჭერის იმედი გქონდა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების. რატომ გქონდა მაგის იმედი? მაგრამ ეს იმედები გაქრა მაშინვე, როგორც კი უკრაინაში ჩასულმა ბუშმა, უფროსმა, იქ თავისი ცნობილი სიტყვა თუ იცით ალბათ საქმის კურსი ხართ, რეები ლაპარაკა და გარბაჩოვის საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და იმას სურვილი რომ გამოთქვა და რომ მოუწოდა ჩვენთვის ეროვნულ მოძრაობებს და მისთვის სეპარატისტულ მოძრაობებს, რომ ხელი არ შეეშალათ გარბაჩოვისთვის საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციაში. ეს იყო ძალიან სერიოზული მიდგომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. იმიტომ რომ მე ვიყავი პირველ დელეგაციაში, განათლების სამინისტროს დელეგაცია იყო, რომელიც ბატონის ვეადის დროს წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე როგორც საგარეო წარმომადგენელი მაშინ ვიყავი, მაშინ უკვე მურმან ომანიძე იყო თან ვიცე-პრემიერი, თან საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსი და წავედით და მოვიარეთ ვისკონსინის უნივერსიტეტის დაწყებული მოკლედ ჩtildeო აღმოსავლეთის 4-5 უნივერსიტეტი ამერიკის, რომელიც იცით კარგად ალბათ, რომ ითვლება დემოკრატიკ სტრონგჰოლდად ეხლაც შტატებში. დემოკრატების თავის ჰარვარდიან ყველაფრიანად. ყველგან სადაც მეცნიერები ხვდებოდნენ ამ უნივერსიტეტებში და გველაპარაკებოდნენ, ყველგან გვეუბნებოდნენ ერთ და იგივეს. რას ერჩოდით ამ გარბაჩოვს, რომ არ აცალეთ საბჭოთა კავშირის გადემოკრატიულება. რატო აკეთებდით ამას? რატო დაშალეთ ეს ქვეყანა? ამას გვეუბნებოდნენ სრული სერიოზულობით პროფესორები და უფრო დაბალი მეცნიერები. იმ თეორიას ვეთანხმები, რომ საბჭოთა კავშირი შეერთებულ შტატებს დანგრეული არ არის. ეს აბსოლუტურად შიდა მიზეზებით, აბსოლუტურად თავის თვითონ დაანგრიეს. მე ეგრე უყურებ. ხო, მაგრამ ცოტა რეიგანმა და ტეტჩერმაც ცოტა ხელი შეაშველეს. ხა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ თვითონ ის რომ და აღარ მახსოვს 98-ში 99-ში ამერიკელებს ჰქონდათ კვლევა
და იმ კვლევაში იყო ის რომ ნუ საბჭოთა კავშირი იარსების 2030 წლამდე იყო მგონი და არავინ არ თვლიდა რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევოდა. არავინ აბსოლუტურად. მაგას იცით რა შეა საქმე. რო თქვა ბატონ ზვიაძე ბუშმა რომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და უპასუხა ბატონმა ზვიადმა რომ დინების მიმართულებით მარტო მკვდარი თევზები მიცურავენ. იცით არა ეს ცნობილი. იმის მერე აბსოლუტურად გაფუშტა ურთიერთობა ამერიკელებთან. საერთოდ გაფუშტა, იმიტომ რომ ზვიადი გამსახურდია გახდა უკვე ოფიციალურად, ესე იგი, არ ვიცი ხმა იერლაყის მიწება დავარქვა თუ რა, სეპარატისტი, ნაციონალისტი, ლიდერი, რომელიც ოსებს აფხაზებს ჩაგრავს. ეგ ცნობილი ის არის, რა ქვია, მაშინ პრესაც მაგაზეც საუბრობდა მაშინდელი. უფრო მეტი გითხრათ. მარტო ამერიკელები კი არ ფიქრობდნენ ამას. 93 წელში გამემარჯვე აირექსის მიერ მოწყობილ, ასე ვთქვათ, ну რა დავარქვა ამას, მოკლედ დავწერეთ თემები, რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე კი არა, კონკურსი იყო და 3 თვით უნდა წავსულიყავით ამერიკის წამყვან ცენტრებში და ჩემი თემა იყო თემით გავიმარჯვე. რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში და კონფლიქტები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამიტომ ამირჩიეს, იმიტომ კი არა ძალიან მაგარი და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ მე გავიმარჯვე და ძალიან ბევრი ხალხი, საკმაოდ ბევრი ხალხი იღებდა ამაში მონაწილეობას და ცხონებულმა ხუციშვილმა, გიორგი ხუციშვილმა, რომელიც არც გარდაცვლილია, რომელიც მათემატიკოსი იყო, მაგრამ კონფლიქტოლოგი გახდა მერე და თავის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტიც ჰქონდა, ის წავიდა სტენფორდში, მე წავედი ჰარვარდში. ჰარვარდი ავირჩია, იმიტომ რომ რიჩარდ პაიპს ვიცნობდი, უკვე ორჯერ ვიყავი შეხვედრილი და ძალიან მაინტერესებდა რიჩარდ პაიპსთან მუშაობა. იქ რო ჩავედი ჰარვარდის უნივერსიტეტში. მე რო ვიტყოდი პრეზენტაციების დროს, იქ საკმაოდ ბევრი პრეზენტაციები მქონდა, რომ აი რუსების რეალურად რაც არის რუსეთი და როგორც არის და ჩვენ დამოუკიდებლობა მე ვიყავი ნაციონალისტი ქართველი, რომელიც იმ ხალხს წარმოადგენ, ვინც გარბაჩოვს ხელი შეუშალა იმაში, რომ საბჭოთა კავშირი გაიხო. 93 წელია ეს. ჰანტინგტონმა ჩემი იქ ყოფნის დროს წარმოადგინა ჰარვარდში თავის ცივილიზაციათა შეჯახება. ცნობილი. მე და ბატონი გივი ზალდასტანიშვილი ვიყავით ამ პრეზენტაციაზე ჰარვარდის აუდიტორიუმ ფორუმი ქვია ესე აუდიტორიუმში და ჩამოთვალა ჰანტინგტონმა თავის შვიდი ცივილიზაცია და ბოლოს მე კითხები რო იყო მე ვკითხე ჩვენ ქართველები მე მეთქი საქართველოსდან ვარ რომელ ცივილიზაციას განვეკუთვნებით თქვენ როგორ გონიათ თქო რა თქმა უნდა რუსულ მართლმადიდებლურს რომ მითხრა და რატომ მევთხარ რუსულ მართლმადიდებლურს როცა გაცილებით ადრე ვიყავით ქრისტიანები გაცილებით ადრე ქონდა ქრისტიანული კულტურა გაცილებით ადრე დამწერლობა გაცილებით ძეგლები ყველაფერი და რატო და ვერ იტანენ ვერა განსაკუთრებით ანგლოსაქსი პროფესორები და პოლიტოლოგები როცა ესეთ კითხვებს უსვა და გაბრაზდა ეს ცოტა ჰანტინგტონი და მეუნება უკან რუკა ქონდა გაშლილი შეხედე ერთ სადრუსეთი და სათქვენ ჩან ხარ საერთოდ ამ რუკაზეო აი მაგიტო ხართო რუსული მართლმადიდებლურის ნაწილია და ეს რო თქვა თელმა სტუდენტებმა და ვინც ესწრება დაიწყეს სიცილი აუწყეთ სიცილი და მე ეს რო გამოეწყიდა კაფეში დაგვპატიჟა ჰარვარდის მე და ბატონი გივი ზალდასტანი და ჩვენთან ერთად დაპატიჟა ახალგაზრდა კაცი რომელიც მანამდე გამოვიდა და განაცხადა რომ არის სომხეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმან არის ის რომ მე ვგზივარ და ჩვენზე დაიწყო ლაპარაკი ზუსტად ისე როგორც სახაროვი ლაპარაკობდა და ბონერი მისი მეუღლე ქართველებზე რომ ჩვენ ვართ მცირე იმპერია რომელიც ჩაგრავთ აფხაზებს ოსებს და არა მარტო აფხაზებს და ოსებს სომხებს აფხაზეთში ეს ის კაცია შემდეგ ეს ელჩი რომელიც გადატრიალება რომ მოხდა სომხეთში და ყარაბაღის კლანი რომ მოვიდა იქ პარლამენტში რომ შევარდნენ და მთელი ამბავი რომ დახოწეს პარლამენტი დარჩა ამერიკაში
არ ჩამოვიდა როგორც კიდე სხვა ელჩები. აი ესეთი სიტუაცია იყო იმაში, რა ქვია, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან ძნელი იყო მაშინ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება აი ამ კუთხით, რომ ჩვენით გამკლავებოდეთ ამ პრობლემას, რასაც ქვია სეპარატიზმი. არ გამოვიდოდა ჩვენით, არანაირად არ გამოვიდოდა. მოკავშირე არ გვყავდა. კავშირი არ ხოდა. არა ჩვენ ვიყავით დასავლეთის თვალში ნაციონალისტები, რომელიც ჩავგრავდით მცირე ერებს და თან კიდე ამის გარდა ვერც კავკასიელებთან ვერ გამოგვიდეთ და დალაგება. ნუ კი ინგუშები კი ახსენეთ, მაგრამ ინგუშები იმდენად მცირე ჯგუფია მთელი კავკასიუს იჭრელეში, რომ ეს დიპლომატიური გამარჯვება არ უნდა იყოს მაინც და მაინც. ძალიან გვიშლიდა ხელს რუსეთი, რა თქმა უნდა. ძალიან გვიშლიდა. ის კი არა, მათი პოზიცია მერეც უკვე. აი პირველი რო ვახსენე, კავალიოვი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც პირველი ჩამოვიდა ჩვენთან სალაპარაკოდ, ასე ვთქვათ, შევარდნაძის დროს უკვე. ბატონი ჩიკვაიძე იყო მინისტრი. პირველი შეხვედრა ჰქონდა დელეგაციებს. და რომ დავსხედით, ჩვენ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბატონი მიხეილ ლუკლებმა, მინისტრის მოადგილე მაშინ და ნუ რამდენიმე კაცი მე პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ვიყავი, ეკონომიკურის ვალერი ჩეჩელაშვილი იყო და ნუ კიდე რამდენი კახა იყო ჩიტაია თუ არ ვცდები. დავსხედით და პირველი რაც იმ კავალიოვმა გააკეთა, ჩვენ საუბარს რომ მიესალმა მიშა და ნუ რაღაცა უთხრა, მისალმება. Самого начала я вам заявляю, что мы вам Абхазию раздавать не дадим. Უცხადებს. შეიძლება ეგრე დაწყება მოლაპარაკების. ხო და მე როგორც გამოუცდელმა და ახალგაზრდა დიპლომატმა ჩემი გურულობამაც იმუშავა. წამოვხდი და წინ გადავუხდი, ასე ვთქვათ, მინისტრის მოადგილეს და не дадите, что она что ваша метки. ხო და ეს იმ წუთას მიუტანეს მინისტრს ენა ამაზე და შესვენება რო გამოცხადდა, ჩამოვიდა ისევიდან დირექტივა, რომ ჟღენტი აღარ დავინახო არც ამ მოლაპარაკებას და არც რუსებთან შემდეგ მოლაპარაკებებზე. და სწორი იყო სხვა შორის, იმიტომ რომ ესე არ უნდა მოიქცე. ეგ რამეს გაკეთება. პატარა ქვეყანა რო ხარ? არ შეიძლება. ერთი პატარა ქვეყანა რო ხარ, მეორე პიროვნულად ესეთ რამე არ უნდა გააკეთო. მე ნუ რა თქმა უნდა ცოტა გამოცდილება რომ მივიღე და რომ დავბრძენდი ასე თქვა დიპლომატია. მე კი კარგად მივხვდი და ესეთი რამეები აღარ გამიკეთებია, მაგრამ ნუ აი პირველი ესეთი გამოხტომა რუსეთის პოზიციის გამოახშფოთებასთან იყო. აი შეკითხვა მაქვს. რუსეთი ყოველთვის კავკასიაში, მე-19 საუკუნის ლოგიკა რო ავიღოთ. კავკასიაში საკუთარი ჰეგემონია გაიმყარა ქართველების დახმარებით. ქართული თავდაზნაურობის დახმარებით, ვის რომ შამის ქართველები ორბელიანები იყვნენ, ანუ ფაქტია. ფაქტია, რომ რეგიონში დასაყრდენი მთელი მე-19 საუკუნე იყო ქართველები. რატომ მოხდა ისე, რომ ესე იგი რუსეთი გააკეთა აქცენტი ჯერ სომხეთზე და არა საქართველოს, რომელიც თქვა ისეთი გეოგრაფიული მდგომარეობა არ აქვს, ისე სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც საქართველოს და მეორე ჩვენ უფრო კულტურულადაც და თუნდაც რელიგიურადაც უფრო ახლოს ავართ რუსებთან, ვიდრე სხვა რომელიმე კავკასიელი ხალხი. კაი, ოსები ერთი არის გასაგები, ოსები და ქართველები, ხო? ორივე მართლმადიდებლები ვართ. რატომ გააკეთა ესეთი არჩევანი, რატომ ვერ გამონახეთ საერთო ენა მათ? რა იყო ამის მიზეზი? ჩვენი პოლიტიკური ელიტის ბრალიც იყო, რომ არ უნდოდა რომ რუსულ სივრცეში ყოფილიყავით. ყოფილიყავით სომხებივით როგორც იყვნენ, რა მოხდებოდა? რა იყო ამაში პრობლემა? მე მგონი სომხებივით ჩვენ ვერ ვიქნებოდით, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ქართველები და ჩვენი თვისებები გვახასიათებს და სომხებს თავისი. მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც მე მგონი იყო არა ის, რომ სომხების მხარეს გააკეთა რუსეთმა. არამედ ის ცნობილი მე ახალს არაფერს არ ვეტყვი, ყველა იმპერიის პოლიტიკა დაყავიდა იბატონე. დაყავიდა იბატონეს ინტერესი იყო ის, რომ შეიძლება ვიღაცას ეჩვენება, რომ იმათ მხარეს გააკეთა, მაგრამ სინამდვილეში იყო ის, რომ მათთან ცდილობდნენ, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, თუნდაც საუბრებით დარწმუნებული ვარ, თუნდაც ქმედებებით, ჩვენ რაღაცნაირად ჩავეჩოჩებინეთ. ჩვენთან საუბრებში ცდილობდნენ მათზე რაღაცები ელაპარაკათ ჩვენთან და
ისინი ასე ვთქვათ გაეშავებიათ. ეს არის დაყავი დაიბატონე მეტი კი არა. ცნობილია. ცნობილი პოლიტიკა, რომელიც ეროვნული უმცირესობების მაგათთვის ჩვენ ხო ეროვნული უმცირესობები ვიყავით არა რუსებისთვის ყოველთვის. როგორც ჩვენთვის ეროვნული უმცირესობები, ჩვენთან მცხოვრები ეროვნული უმცირესობებია. რასაც თვითონ აკეთებდნენ, მე ის დაგვაბრალეს ჩვენ. ესეც ხო ცნობილი მეთოდია რა, ის სხვას უნდა დააბრალოს, შენ რასაც აკეთებდა, შეიძლება მაშინ კიდევ უფრო აიმღვრეს წყალი. და თავიდანვე ესე იყო, მე ესე მგონია. მათთვის ჩვენ ვიყავით მეორე ხარი იმპერიის მეორე ხარისხოვანი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც წრეებში ქართველებს ცემდნენ პატივს უფრო ვთქვათ შეიძლება რაღაც წრეებში რომელიც უფრო კომერციასთან, ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული და ესეთ ეკონომიკურ საკითხებთან ეთნიკური საკითხი გასაგებია, მაგრამ სომხებს ცემდნენ. ნუ 90-იან წლების რეალობიდან გამომდინარე, რუსები უფრო მეტად იყვნენ ყარაბაღის ომში სომხებისკენ, იმიტომ რომ შეიარაღება იქნებოდა ეს თუ მთელი რიგი საკითხები უფრო მეტად სომხებს ეხმარებოდნენ და გააკეთეს აქცენტი სომხეთს. იმიტომ რომ აზერბაიჯანის უკან ხედავდნენ თურქეთს. და ეგ არის მთავარი. ჩვენ ამ შემთხვევაში, ანუ ეს მომენტი რატომ მოხდა ისე, რომ ვერ შევთანხმდით ელემენტარულად იმაზე, რომ ნუ კი ბატონო, ჩვენ ვიქნებით ნეიტრალური ისეთი ქვეყანა, თქვენ ინტერესებს გავითვალისწინებთ ეგ, ფარი ვიქნებით თქვენი, არავინ არ მოგადგებოთ აქ. უკვე დამოუკიდებლობის მერე გულისხმობთ? ხო, რატომ ვერ მოხერხდა ის შეთანხმება, რა უშლიდა ამას? აი თუნდაც დსთ-ში შესვლა რა სანამდე არ დავმარცხდით ბოლომდე და სანამდე აფხაზეთიდან არ გაგვაძევეს ესე ვთქვათ იქამდე არ დავთანხმდით რა იყო ეს დსთ ამისთანა რომ ამისთვის ესეთი ბრძოლა ღირდა რა იყო ეს როგორი აზროვნების ფორმა იყო ეს მაინტერესებს რატომ თქვიდით რომ უნდა ბოლომდე შევბრძოლებოდეთ ჩვენი ბრალი იყო მარტო იმათი ბრალიც იყო როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი როგორ ხედავდით თქვენ მაშინ აი ამ ვითარებას ისინი ატარებდნენ თავის პოლიტიკას. ისევ აგრძელებდნენ იმ პოლიტიკას, რომ ქონოდათ ბერკეტები სამართავად, ამისთვის საჭირო იყო არეულობა, დაულაგებლობა სიტუაციის რეგიონში. რომ ეჩვენებიათ დასავლეთისთვის, მე ბევრჯერ მეცნიერების დონეზე, პოლიტოლოგების დონეზე, რუსებისგან მომისმენი, აი მარკოვი რო არის. და მის მსგავსი ადამიანებისგან ერთხელ ძალიან დიდი ჯახი მოგვივიდა მე ცხონებულ ალიკა რონდელს და მარკოვთან იმაზე რომ ის კაცი პირდაპირ იძახდა კონფერენციაზე ლონდონში რომ ამ ველურებს სხვა სიტყვებით რომელიც ამ რეგიონში არიან ჩვენს გარდა რუსების გარდა ვერავინ ვერ მართავს იმიტომ რომ ჩვენ 200 წლის განმავლობაში ვიცით მართავდით მათ და ვიცით ვინ არიან რა არიან და თქვენ ამათ დასავლეთს ეუბნებოდნენ ესენი თქვენ პრობლემის გარდა არაფერს არ მოგიტანენ აი ჩვენ კი შეგვიძლია ეს მართოთ და სიტუაცია დავარეგულიროთ ანუ ველური კავკასიელის იდეა სულ ამ იმით და სხვათა შორის როცა საქმე მიდგა საკითხავია რომ დავთანხმებულიყავით არ დავთანხმებულიყავით ეს ისტორია გაარკვევს ამას ცისფერი ჩაფხუტების რუსებისთვის დახურებას გულისხმობ და სამშვიდობო ძალების სახით დსთ-ს ძალების შემიყვანაზე აფხაზეთში. მანდაც ეგ იყო, რომ არავინ არ იმსახურებს იქ ჩვენს გარდა. თქვენ გვინ გამოუშვებთ, აბა, იქ დაისვა კითხვა კაიროში. ვინ არის თანახმა, რომ წავიდეს საქართველოში სამშვიდობო ძალების სახით გააგზავნოს თავის ჯარისკაცები. ვერ იპოვეს. იყვნენ რუსი ჯარისკაცები და გენერლებიც იმ დონეზე იყვნენ იქიდან გაეროდან გამოგზავნილი ხელმძღვანელები რომ პაკისტანელი, ტაილანდელი, მესამე სამყაროდან სამხედროები. გეოგრაფიულად დაშორებული ტერიტორია. გეოგრაფიულად დაშორებული, რომლებიც მსახურობდნენ, კი არა ხელმძღვანელობდნენ ფორმალურად რუსების ჯარს და იქ სინამდვილეში რომ იქ რუსი გენერლები ხელმძღვანელობდნენ ყველაფერს რაც იქ ხდებოდა ეს ხო ფაქტია. არა, მოდი გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს შემდეგი ეტაპი არის უკვე ან როდესაც პირველად შეორდაძის დროს გაჟღერდა ნატოს იდეა, ხო? და შემდეგ უკვე სააკაშვილის დროს უკვე ინტენსიურად დაიწყო დასავლეთმა შემოსვლა. თქვენც ამ ყველაფრის მოწმე ბრძანდებით.
აი რა იცვლება ამ დროს, უკვე როგორ იცვლება სურათი. რა არის აი ეს დასავლეთით ალბათ ცვლის, აღარ არის ქართველი ველური კავკასიელი, ხო, ამ დროს უკვე იცვლება ეგ სურათი. აი ეხანდელი გადმოსახედიდან მიგაჩნიათ ის პოლიტიკა სწორად რა, პოლიტიკაც შევარაძემ დაიწყო და მე პრინციპში რაღაცნაირად სააკაშვილიმაც გააგრძელა, ხო? მე მგონია შევარდნაძის სხვა გამოსავალი არ ქონდა. მაგ პოლიტიკის გარდა რასაც აწარმოებდა. შევარდნაძემ ხო პრაქტიკულად ესე გლობალურად რო შევხედოთ, რეგიონულ გლობალურად ბალანსის პოლიტიკა აერჩია. ეს დსთ-ში შევიდა 50 წლით ბაზების დაუკანონა რუსებს. შეერაღების მათგან ყიდვაზე დათანხმდა. ის კი არა ხელმძღვანელობაში სამხედროს იქაც რუსეთში ნამსახურები გენერლები ძალოვან სტრუქტურებში დანიშნა. ძალოვან სტრუქტურებში უსაფრთხოება ხო სულ კარგად ვიცით მე გიორგაძემ რა როლი ითამაშა და ასე შემდეგ. იქ მაგას სხვა გამოსავალი არ ქონდა ნამდვილად. ამავე დროს ცდილობდა რომ თავის პირადი კონტაქტები დაემით, რასაუბრობ აქ რომ პირველად გენშერი ჩამოვიდა, მერე ბეიკერი ჩამოვიდა. ვამბობდით რომ აუ ეს რას ქვია ამხელა ხალხი ჩამოვიდნენ და აი შევარდნაძის პირადი იმით რამხელა ხო ფაქტია რომ შევარდნაძის დროს მოხდა ჩვენი გაწევრიანება გაეროში, შევარდნაძის დროს მოხდა ჩვენი გაწევრიანება ევროსაბჭოში, შევარდნაძის დროს ჩვენი დროშები აღმართეს იქ საერთაშორისო ორგანიზაციებში და ნუ მოხდა ლეგიტიმაცია ჩვენი საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლების მოხდა შევარდნაძის დროს ეს ვიღაცას მოწონს თუ არ მოწონს ესეა ეს არის ფაქტი. ამიტომ ამას მხოლოდ დადებითად უნდა შეხედო. რაც შეეხება სააკაშვილს მე მგონია რომ აქ არის უბრალოდ ზედმეტი იმედები იმაზე რომ ჩვენ ძალიან მალე გავხდებით ევროატლანტიკური ამ ერთობის ნაწილი და მთელი ის ასე ვთქვათ პლუსები და მთელი ის ბენეფიტები რომ ამბობენ რომელიც იმ სამყაროს აქვს იმ დასავლეთის ჩვენზედაც გავრცელდება. ქოლგასაც მივიღებთ უსაფრთხოების ამავად სახსნებელს, რომელსაც ახლა ესე ხშირად ვიმეორებთ ყველა დონეზე. აბა იმ დროს ვინმეს ეთქვა უსაფრთხოების ქოლგა, სულ სხვა ტერმინებით საუბრობდნენ. ის დაგიცავს, ის შენი მოკავშირეა. ნატოს აი ეს პროგრამა, რომელშიც სხვათა შორის ყოფილი საბჭოეთის ძალიან ბევრი ქვეყანა იყო ჩართული ცვლის და აღჭურვის პროგრამაში. რომელიც რომელთაც დავიწყეთ ჩვენ ნატოსთან ურთიერთობა. მაგრამ შევარდნაძე შორსჭრეტელი ადამიანი იყო, როცა უთხრა, რომ მანდამაინც დიდხანს ამ ღია კარშინ უნდა გვაყენებთო, იმიტომ რომ დაინახა, რომ არის რაღაცეები, რაც კეთდება, მაგრამ იმის იქით არის აი ესეთი როგორ ავთქვა ვირტუალური წითელი ხაზები, რომელსაც ისინი არასოდეს არ გადაკვეთავენ. მაგალითად რა იყო ესეთი? აი მაგალითად ნაბიჯი წევრობი, მაგალითად მაპი სიტყვაზე. აი მოდი ესე ვთქვა. მაგალითად ნაბიჯი 2008 რეალური ნაბიჯი. ომი არ ვიცით რომ ვართ 2008-ში ვართ, თუმცა ჯერ ომი არ მოხდა. ბუქარესტის სამიტია. გვაძლევს თუ არა აი შემდეგ ისტორია რო არ ვიცოდეთ და იქ თქვენც იყავით. გვაძლევს თუ არა ესეთი მაშინდელი ესეთი განწყობა იმის რომ მოდი დავფიქრდეთ. ეგ სიტუაცია ხო აღარ იყო რომ აი იქნებ სხვანაირად მიმოქმედოთ. ხო აღარ იყო ხო ეს სიტუაცია? არა, ნამდვილად არ იყო. მაშინ იყო ერთი ასე ვთქვათ მიჩოვლასაც იყავით გენერალური ხაზი. ჯერ კიდე საბჭოეთის დროიდან რუსულად გენერალная ლინია. აი ეს იყო. საქმე რაშია იცით? მე მესმის, რომ საქართველოსნაირ ქვეყანას ძალიან დიდი ფუფუნება არ აქვს მრავალვექტორული პოლიტიკის წარმოება. მაშინ მით უმეტეს არ ქონდა. რომ გაგეთვალა, რომ აი ეს გავაკეთო თუ ეს გავაკეთო. თუ ის არა, მაშინ რა? მაშინ ძალიან ისეთი ლაპარაკი იყო, რომ ჩვენთვის არც ისე ჩუმად საუბრობდნენ სხვათა შორის ეს პოლიტიკური ასე ვთქვათ პარტიების წარმომადგენლები ამ თურქეთზე ძალიან ცუდად საუბრობდნენ, რომ ეს ჩვენთვის ის ხიფათია, რომ იქიდან ისევ ეს საფრთხე მოდის,
იქ სულ ყარსის ხელშეკრულებას ახსენებდნენ, აქეთი. ის კი არა 93 წელს დემირელი რო ჩამოვიდა და პირველად რომ მოვაწერეთ ახალ ხელშეკრულებას დამოუკიდებელმა საქართველოსმა და თურქეთმა, რომლის წერაშიც მეც კი არა მოლაპარაკებებში წინასწარში უშუალო მონაწილეობა მქონდა მიღებული და ჩავწერეთ ისეთი რამე პირველ მუხლში, რომ მხარეები ეთანხმებიან ყარსის ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელმაც განსაზღვრა ზეპირად მახსოვს საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის. მხოლოდ ამას ეგ ეწერა, მეტი კი არაფერი. არც სხვა იმებზე არ იყო. არა. უთებზე. იმის მერე კი დიდი ხანი მეორებდნენ, რომ აი ყარსის ხელშეკრულებით თურქებს საქონელი რო გადმოვიდეს საზღვარზე, ასკერებს ძველ სახელებს ხმარობდნენ სპეციალურად ხალხის ნერვების მოსა, უფლება აქვთ გადმოყვენი მძროხებს და ბათუმში შემოვიდნენ. აი ესეთი დონის ისინი იყო, შიშების რა ქვია. ხო და იქ შიგნით და დაჯგუფებები, რომელიც უმეტესად რადასამალია და კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ და არა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და იმ როლზე დამოუკიდებელ ქვეყანას, ისინი მიყვებოდნენ, იმათ ჰქონდათ ერთი ნარატივი შიდა ძალებს, რომ სოფლიო დონის პოლიტიკოსმა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ იცის და ისე დაალაგებს ყველაფერს, როგორც საჭიროა. თქვენ როგორ უყურებთ? აი, აი გასიმილი არ თქვა რა. ჩვენ ხო ისეთი ქვეყანა ვართ, რომ ადრეც ეგრე იყო და დამოუკიდებლობის მერე მაპატიოს ვინც არ მეთანხმება და ვინც აი ეს ისტებმა, მაგრამ იყო პერიოდი, რომ ზვიადმა იცოდა ყველაფერი. იყო პერიოდი, რომ ედუარდმა იცოდა ყველაფერი, უკაცრავად ამ ფამილიარობისთვის. იყო პერიოდი, რომ მიშამ იცოდა ყველაფერი. ეხლა არის ხალხი, რომ ბიძინამ იცის ყველაფერი. ეს არის ქართველების ასე ვთქვათ, აი რა პიროვნებებზე გვაქვს ორიენტირი და არა ინსტიტუტებზე გასაგები. დიახ, ეს არის ისტორიულად. და სხვა შორის ამით გავართ რუსებს, რატო იცით? აი რუსული გამოთქმა რო არის, вот придёт барин, он нас рассудит. Он всё знает. აი ზევით ვინც არის, იმანიც ყველაფერი. მაგრამ შეონაძე აღიქვებოდა როგორც რაღაცნაირად ახალი გზის გამკვლევი, ხო? სააკაშვილი უკვე სხვა ფიგურაა. სააკაშვილი უკვე აღიქმება როგორც პრინციპში შიდა დისკუსიაში, როგორც პრინციპში დასავლეთის მიერ ლეგიტიმურად დასმული, ასე ვთქვათ, ძალა, ხო? რევოლუციით მოვიდა, რომ ხარს უჭერდა დასავლეთ. თან რაც მთავარია რეფორმატორი. რეფორმატორი. და ევროპელი, პირველი რაღაცა ევროპელი რეფორმატორი, რომელმაც ყველაფერი უნდა დაალაგოს ისე, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის ნაწილი. ევროპის კი არა, ევროატლანტიკური იმის, რა ქვია, გაერთიანების. ხო და აი ისე როგორ ახლა აი ამ გადმოსახედიდან როგორ უყურებთ? ეს გვაქეზებდნენ, მართლა ეგეთი პროექტი იყო, რომელიც მე ჩავარდა, ხო იცით, ვერ რაღაც თეორიები იქნება ხოლმე. თუ იყო ეგეთი მომენტი, რომ რაღაცა შიგნით ეს დასავლეთ არ იყო ეს ერთიანი, ეს სხვადასხვა ნაციონალების ამბობენ მაგას, რომ ამერიკამ ხარჯ გვიჭერდა, გერმანია და ევროპული ძველი ევროპა არ გვიჭერდა, მაგას ნატოში არ უნდა შესვლა და ბუქარესტის სამიტზე მერკელმა დაბლოკა ეს, იმიტომ რუსეთის ცნობილი ამბავია. და ეს საკითხი რომ აი იყო შანსი ბუში უმცროსის დროს, იყო ეგ შანსი. აი ეს რამდენად პოსტსკრიპტუმ შეიქმნა თუ თავიდანვე ესე იყო ეგ ნარატივი. მე მგონი რა შეაიცით საქმე თავიდანვე ესე იყო, რომ სამ ადამიანზე იყო გათვლა ამერიკელების მხრიდან. მე ზოგიერთი რაღაცები კულისებიდანაც ვიცი, ამერიკელები არ თვლიდნენ, რომ ერთი შევარდნაძის მერე ერთი ლიდერი უნდა იყოს საქართველოში. ისინი ტრიუმვირაც შვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძის ტრიუმვირაც ეს მე შეხვედრების დროს საკმაოდ მაღალი დონის დასავლელ დიპლომატებთან და იმათთან საუბარში, აი ტრიუმვირატი იყო თუ გახსოვთ, ერთი ბრიტანელი იყო, ერთი გერმანელი, ერთი რომელიც დადიოდა და ჩვენ იმას ალაგებდა, რა ქვია, სისტემებს თითქოს.
მართლობის და შეხვედრები ქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში მე შევხვედრი ვარ. ისინიც აემით ლაპარაკობდნენ, რომ აი როგორი ჯგუფია ახალგაზრდების ისეთი, რომელიც ჩაუდგება სათავეში რეფორმებს ქვეყნის. და ერთმანეთს დააბალანსებს. მე და კულისებს მიღმა იყო ლაპარაკი, რომ ესენი ერთმანეთს დააბალანსებენ და ეს ცოტა უფრო ისეთია, ის ცოტა უფრო ფიცხია, მაგრამ ის შვანია ცოტა უფრო დინჯი და ჭკვიანი და ის არის სხვა მიმართულებით, ბურჯანაძეს თავის პლუსები აქვს. მაგრამ ეხლა არ შედიოდა ბუდიშიც, აი ახალ კონსტიტუციაში, რა სააკაშვილმა მიიღო პრაქტიკულად პრეზიდენტის განუსაზღვრელი ძალაუფლება აიღო, ხო, იმ კონსტიტუციური ცვლილებებით, როგორც კი მოვიდა. მაგრამ უკვე იმდენად დაანახა იმათ დასავლეთს და პირველ რიგში ამერიკელებს. იმდენად დაანახა, რომ ის მათია. ჟვანეს მაგალითად მიდაანახა? სულ სხვა ურთიერთობა ქონდა საუბრებში დასავლეთთან. შეგიძლიათ აი უბრალოდ შედარებისთვის რომ მივხვდე რა. უფრო ემათ აწონდაწონლად, უფრო მოზომილად და უფრო ისე საუბრებოდა ხოლმე ყოველთვის. ვიდრე აი ესე რომ აი მე თქვენს გარეს იქით გზა არ აქვს და თქვენი ვარ და აქეთ და იქით. სააკაშვილი უნდა რომ ყველაფერზე ხელის მომწერი ვარ. კი. თავიდანვე ეგრეა. როგორც წესი ხო მე ეგეთ ადამიანებზე კეთდება აქცენტი. რა თქმა უნდა, აბა ეხა იმას თავისი ადამიანი უნდა ყველას დიდ სახელმწიფოს და ზე სახელმწიფოს იმ ადგილას, სადაც თulis რომ თავის გავლენის რაღაცა სფერო უნდა ქონოდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ კიდე გარბაჩოვის და რეიგანის შეხვედრის დროს რეიგანი რეალურად დათანხმდა ამის შესახებ ბევრმა დაწერა. რომ ყოფილი საბჭოეთი არის თქვენი გავლენის სფერო. გავლენის სფერო ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას გაძლევთ, რაც გინდათ ისაკეთეთ. მაგრამ ბექიარდ თუ ჩემი ის არის, აი ეხლანდელი მონროს დოქტრინა რო არის, ეს ჩემი ბექიარდია. და ის ყოფილი რუსეთის ბექიარდია. ამიტომ ეს ბუნებრივია, რომ რუსეთს ამდენი წლის იყოფნის მერე და ის მეტი გავლენის, მეტი ის უნდა შეუძლია კონდეს ვიდრე ჩვენ. სამაგიეროდ ჩვენ აქ უნდა კონდეს უფრო მეტი და რუსეთს არ უნდა კონდეს პრეტენზია, რომ ამერიკაში იქ რაღაცები ეს არის ორ ზე სახელმწიფო შორის ასე ვთქვათ გაყოფა თავის ცნობილი ამბავია როგორც ცივი ომის დროს იყო, მერეც გრძელდება. იქ ყოველ ზე სახელმწიფოებს შორის ყოველთვის ესე იქნება. და რა თუნდოდა მაშინ აი თუ ესეთი გაყოფა იყო, აი ბუშ მაგალითად ისეთი მესიჯების, ბუშის ადმინისტრაციის ისეთი მესიჯების, ნუ რაღაც გაჟღერება ჩვენი ელიტაში, რომ ნუ იმედების მოცემა ნატოში შესაძლოა. რა თუნდოდა? იმიტომ რომ თვითონ რუსები ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ დემოკრატიზაციის გზით მივდივართ. და ამიტომ ბუში რო ეუბნებოდა, რომ მე ვარ მომხრე აქ დემოკრატიზაციის, მეტი კი არაფრის. მე არ მინდა აქ მეტი არაფერი, მე მინდა რომ აქ იყოს დემოკრატია, ამერიკული დემოკრატია ყვაოდეს. მეტი არაფერი პრეტენზია იმას არ ქონდა. ის წითელი ხაზი, რომ ნატოში არ მიგვიღებენ, თავიდანვე იყო. და ვინც ფიქრობდა, რომ ამ წითელ ხაზს გადავა ნატოს წევრი სახელმწიფოები და ამერიკა პირველ რიგში, ის ჩემი აზრით ძალიან ცდებოდა. არასოდეს არ უფიქრიათ იმათ ნატოელებს ჩვენი იქ მიღება. არასოდეს. მე ამას სხვა შორის სტუდენტებსაც პირდაპირ ვეუბნებოდი, როცა ლექციებს ვკითხულობ. ბატონო კოტე, არის ესეთი მომენტი, რომ ნუ 2008 წლის შემდეგ რაღაცნაირად იცვლება უკვე წარმოდგენები, იცვლება ესე იგი დამოკიდებულებები, უკვე აღიარებულია რუსეთის მიერ აფხაზეთი, აღიარებულია ეწოდებული სამხრეთ ოსეთი და ნუ იქაც ლაპარაკობენ თვითონ ნაციონალურ მოძრაობას, რომ თვითონ ნაციონალურ მოძრაობას გაუფუჭდა ურთიერთობა დასავლეთთან. ნუ იარაღს აღარ ყიდულობდით თუ და ასე შემდეგ. აი მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა, არის ესეთი მოსაზრება, რომ თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაშინ თუ გახსოვთ მიმდინარეობდა არჩევნები. და ნუ ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეულ ნაწილი დაინტერესებული იყო იმ კონფლიქტის 2008 წლის კონფლიქტზეა საუბარი. და აქეზებდა სააკაშვილს, მაგრამ იყვნენ
ასევე მეორე ნაწილი, ხო, რომლებიც უგრძალავდნენ. კონდოლიზა რაიზი არის აქ საუბარი, რომელიც უგრძალავდა ამის გაკეთებას და ეუბნებოდა პროვოკაცია არაყოლილი იყო. აი თქვენ, როდესაც აი ესე უკვე მაშინ უკვე გამოცვილი იყავით, უკვე ბევრი რაღაცა უკვე ნანახი გქონდათ, უკვე პოლიტიკაში გარკვეული იყავით. აი როგორ აფასებთ, ეს ომი გარდაუვალი იყო, როგორც ნაციონალური მოძრაობა გვეუბნება თუ ეს იყო მთელი რიგი რაღაცა მოვლენების ერთობლიობა, აი იგივე კონკრეტულად მაკეინის ფაქტორი და მაკეინის გუნდის ფაქტორი, კონკრეტულად ის რომ სააკაშვილის ფსიქოტიპი, კონკრეტულად ის რომ პუტინსაც ალბათ გეგმა ქონდა მსგავსი, ანუ შეგვეძლო თუ არა აგვეცილებინა ეს კონფლიქტი. არ შეგვეძლო ერთი მიზეზის გამო, ჩემი აზრით. სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. კონკრეტულად პირდაპირ ფიქრობდა ისიც და მე თემურ იაკობაშვილი, რომელიც სხვათა შორის თავის დროზე ჩემი ყოფნის დროს მივიღეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჯერ კიდე გოგი ხოშტარიას დროს, ზვიადის დროს. რომ აფხაზეთი ისა ოსეთი რუსეთს არ ჭირდება. რომ იმის აი ესე შემოერთება, ანუ აღება, ნუ ადვილად შეგვიძლია ჩვენ არ არის ეგ პრობლემა, იმიტომ რომ ნუ არაფერში აფხაზეთი კი, აფხაზეთი სხვა საქმეა, მაგრამ აი სამხრეთ ოსეთი არაფერში არ ჭირდება და იქ ისინი გველაპარ, მეც გამიგია ეგეთი რამე, იაკობაშვილი მეც მეუნება და ისინი პირდაპირ მიგვანიშნებენ, გვეუნებიან. ნუ ეს იყო აბსოლუტურად ის, რაც მერე თქვა კონდოლიზა რაისმა. რომ მახე დაუგესო და ამ მახეში პირდაპირ თავით გადახდაო. სააკაშვილი. ანუ მოდიოდა ინფორმაცია რომ მიდით ბიჭებო. მოდიოდა ინფორმაცია ესეთი რომ აი აფხაზეთი არა ცოტა სხვა რამეა. იქ არის საშუალებები და მთელი ამბავი. თავარი რა არის, იცით ჩემი აზრით? არ ქონდა გამოცდილება სააკაშვილს მე საერთოდ გონია რომ სახელმწიფო მოღვაწე statesman რასაც ქვია. თუ არა აქ სამი ერთ დონეზე სამი შემადგენელი ნაწილი ის წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე ვერ იქნება. ეს არის ნიჭი, ეს არის ცოდნა და ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება. აი მესამე რაც იყო საერთოდ არ ქონდა. არც სააკაშვილს და არც მის გარემოცვას. არ იცოდნენ მართვა ქვეყნის სხვა შორის ეგ აკლდა ჩემი აზრით ბატონ ზვიადსაც, მაგრამ ნუ ის გასაგებია იქ მოიპოვეთ დამოუკიდებლობა და საიდან შეიძენდა და აქ რაღაცა პერიოდი გავლილი იყო და ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ხო? მაგალითად მე უნგრეთში ვიყავი მაშინ ჩემთან ჩამოვიდა დათო როგორია კაცო ის სააკაშვილის პარლამენტშიც იყო და მე იმაშიც გამახსენდება გვარი გარემოცვიდან და ვეუნებოდი რომ თავდებას თუ იტყვით აღარ გამახსენდება. აი ოსეთი ეხლა გავიხსენე. ოსეთი შირო ესეთი რამეები ხდება და იქ რო სამშვიდობო ძალები დგას. იქნებ ვცადოთ და დავაყენოთ საკითხი რომ ესენი ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას და ჩვენ იძულებული გავხდებით მოვითხოვოთ მათი გაყვანა. აი ელემენტარულად ესეთი რამე. და ჯერ ეს გზა ვცადოთ. ჯერ ხო ყველა მშვიდობიანი გზა უნდა ცადოთ და მე ამოწურო და მე უნდა გადახვიდე რაღაც რადიკალურს. აი მოდი ეს ვცადოთ და იცით რა მიპასუხა? რომ არ გვაძლევენ ამერიკელები ამის საშუალებას, აი ეს პირდაპირ. რომ ესეთი რამე ვთქვათო. გაეროში ან აი მაში ხო ეუთუსალები idi. რომ ვთქვათო რომ აი ესე. არა ამას ნუ იზამთო, ნუ იტყვით. და მე უკვე უნებოდი აბა ისჯობდა მე ვთხარი დაბომბვა ცხინვალეს არ ჯობდა ეს მიუხედავად იმისა რომ ამერიკელები გვეუბნებოდნენ რომ მაგას გვეცადა რა ეს გზა რა რომ აი თუ არ შეიცვალა სიტუაცია ერთ პოლიციელი მოგვიკლეს მეორე მოგვიკლეს ესე იგი ის სამშვიდობო ძალები პრაქტიკულად ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას მანდატი ჩამოგვეჭვია ხო და აი ჩვენ მანდატზე ვარს ვიტყვით ჩვენო პარლამენტმა 2008-ში მიცახ მაგრამ ეს მანდატი შენ ერთჩვენებული იყო აი მაგაშია საქმე ჯერ პოლიტიკური გზები უნდა იმას გვექნა მაგრამ დარწმუნებული იყო რომ შერჩებოდა ეს ხახუით მე
არ დამავიწყდება ჟურნალ აგანიუქსში დაბეჭდილი სტატია, მერე უკვე პირადი მფრინავის პუტინი ხო მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, პრეზიდენტი მედვედევი იყო. პუტინი იყო ჩასული პეკინის ოლიმპიადის გახსნაზე, თუ გახსოვთ? კი. ეს პილოტი წერს, რომ პუტინმა მითხრა, რომ თვითმფრინავი დაკოქილი ყავდეს. რო ჩავედით. ეს პირდაპირ კი არა, ფიგურალურად რა, ესე იგი. მზადყოფნაში იყავით მე, იმიტომ რომ მე მომიწევს უკან გაფრენა მალე ვიცი. ანუ იცოდნენ ჩვენი ისინი. რა თქმა უნდა, კაცო, ეს იყო მახე დაგებული პირდაპირ იმისთვის, რომ იმ მახეში გადახტა ეს თავით. აი ესეთი იმით ის გენერლები ის, ვინც იყვნენ იქ. და ბოლოს მაშინ ესეთი საკითხი შეგვეძლო აცილება. უბრალოდ იმ კაცმა ვერ აიცილა, ვისაც უნდა აიცილებინა თავი. თეორიულად რა თქმა უნდა შეგვეძლო, აბა რო არ აყოლოდით და ცოტა სხვა გზით რო წავსულიყავით. მაგის წინ იყო ერგენეთის გაუქმება, მაგის წინ იყო ბევრი რაღაცა იყო, რაც მე ეჭვი მაქვს. ზუსტად არ ვიცი, რომ აი ამ ამერიკელი მრჩეველების რომლებიც პირველი ნაწილის და არა კონდორზარაის და იმის მომხრეების, არამედ პირველი ნაწილის, რომელიც აი პრაქტიკულად ისე უბიძგებდა რა, ამ თავის საუბრებით, რჩევებით, იმით, რომ აი მიდი რა, მე ესეთი შტაბ-ეშტილება და ვრჩებოდა. აი მაგალითად პირველ რიგში თემური იაკობაშვილის საუბრებიდან, რაცო ის ჩვენია იმას კულახმეტოს და იმას იქ ფულით გავასავთ. და ხმას არა მიცეს ფული მე ცნობილი ამბავია ამოიღებენ ხო მე წინასწარ ლაპარაკებზე გეუბნები კარგით ესე იგი პოსტ ომის მდგომარეობა უკვე პოსტ ომის მდგომარეობაში ჩემი დაკვირვებით შიდა დისკურსში ეხლა საერთაშორისო სიტუაცია სხვა არის და შიდა დისკურსი სხვა უფრო გაძლიერდა ეს ნატო და ევროკავშირის საკითხი იმდენად გაძლიერდა რომ ხელისუფლება როდესაც შეიცვალა, ხო? ჩვენ კონსტიტუციაში, ანუ სააკაშვილი წავიდა ამის მიუხედავად, ახალ კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია დღემდე, რომ ჩვენი სახელმწიფო ევროკავშირისა და ნატოში უნდა გაწევრიანდეს და ყველა. და ამას დღემდე იყენებენ, ხო, რომ აი თქვენი პრაგმატული პოლიტიკა რაც გვინდა, როდესაც აი კონსტიტუციას არ ღვევთ ამით. ესე იგი, ეს მოდი ესე ვთქვათ კონსტიტუციაში გაჩენა ამ მუხლების თქვენ როგორ გონიათ ეს იყო შიდა ინიციატივა თუ ამას ჰქონდა რაღაცნაირი გარე ზეწოლის ფაქტორიც გარე ზეწოლის ფაქტორიც ჰქონდა და ეს იყო კოაბიტაციის ბრალი ჩემი აზრით კოაბიტაცია საერთოდ სააკაშვილს არ ჩაუწერია კონსტიტუციაში დგას რაღაც კოაბიტაცია ამ მთავრობას ჰქონდა სააკაშვილს არ ქონია სააკაშვილის მთავრობებთან ყოფილ სააკაშვილებთან. ეგ იყო ჩემი აზრით ჩვენება დასავლეთისთვის, რომ აი ჩვენ მივყვებით, ჩვენ არ ვცვლით კურს, თქვათ რუსეთის მხარეს ან რაღაცა ეს არის ფიქრობთ, რომ მთავრობა კი შეიცვალა. კომპლექსი ქონდა? მთავრობა კი შეიცვალა, მაგრამ და თვითონ არ იძახიან, რომ ეხლა რომ გამოდიან, რომ იძულებული ვიყავით რომ ესეთი პოლიტიკა გაგვეტარებია კოაბიტაციაც იძულება იყო ხალხიც იძულებით დაგვანიშნიეს რომ პარლამენტიც ვიღაცები შევიყვანეთო დასავლეთის მოთხოვნით კი არა იმით რა ქვი მე ვიცი პრინციპში აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რამდენიმე ელჩი სახში ისდა მე ვიცი ივანიშვილთან და არ გამოდიოდა რამდენიმე დღე კი ცნობილია გამბავე თუ ის უბურღავდნენ რომ ხელი არ ახლოთ პოლიტიკურ რეპრესიებში ჩაგეთვლებათ ხომ მოიგეთ არჩევნები რა გინდათ გააგრძელეთ ისე და რისი გამკეთებლები იყვნენ რამხელა დონის ბოროტების და ხელის შეშლის იქით ამ მხრიდან იმათ ვერ წარმოედგინათ ეს ვერანაირად ის რა არის აქ ერთი ისეთი მომენტიც არის რომ ნუ ამის ეხლა თავარი პრობლემა ეხლა ამ კონსტიტუციური მოხდის არის დაიწყო პრინციპში უკრაინის ომის შემდეგ უკრაინაში რაც დაიწყო ეს ომი და აღმოჩნდით რაღაცნაირად უცნაურ მდგომარეობაში, ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდით, ხო? ჩვენ ხედავთ რომ ის ვინც აი ჩვენაირი ქვეყნები,
გულისხმობ მოლდოვას, უკრაინას, ვინც იმ გზას ატარებდა, რაც აქამდე იყო, ხო? არ მუშაობს, ხო? ეხლა შემთხვევითი არ არის თქვენც უკვე ხართ პოლიტიკურ მოძრაობაში, ხო? და ამ მოძრაობას ნეიტრალური საქართველოს ქვია, ხო? ხო და აი რა მოხდა აი თქვენი აზრით როგორც წარმოგიდგენიათ რა მოხდა ისეთი ჩვენთან შიგნით შიდა დისკურსში რომელმაც აი რაღაცნაირად გამოაჩინა საგარეო რაღაცა მრავალი მიმართულება რაც აქამდე დახურული იყო ეს დახურვა იყო თუ არა რაც აქამდე იყო ხელოვნური თუ ეს იყო უბრალოდ ჩვენ ესეთი ვიწრო საგარეო აზროვნების შედეგი ხო ყველაფერი ხომ არ არის მარტო გარედან შეიძლება შიგნით ეგეთი мотиваციის ადამიანები ვიყოთ, რომ არ უყუროთ დანარჩენ სამყაროს, უყუროთ მხოლოდ ერთი მიმართულებით, ხო? აი, მაგალითად, ჩვენი ბრალია რაღაცეები თუ და მე პროცესში მოგვიწია გადააზრება, თუ ეს იყო რაღაცნაირად იძულებითი ნაბიჯები. საერთოდ მე მგონი რაც ადამიანს მოსდის, ადამიანით რომ დავიწყოთ თავის ბრალია ეს მგონია და თქვენ კითხავს რომ უბრალოდ ჩვენი ცოტა რიტორიკული გამომივიდა ჩვენი ბრალია რა თქმა უნდა მანდ ორი აზრი არ არსებობს პირველ რიგში შენ რაც გემართება შენი ბრალია სახელმწიფოსაც ჩვენმა ნაბიჯებმა განაპირობა ის და ისინი ხო ისე გექცევიან როცა ხედავენ შენ რას აკეთებ და როგორ იქცევი სადაც გაუვა იქ ბოლომდე ასე ვთქვათ უკაცრავად ამ ჟარგონზე მოგაწვება თუ დაინახა რომ რაღაცა ან არგუმენტირებულად შეეპასუხე ან რაღაცა აი ეხლა რომ ვითხოვთ მაგალითად რომ აი და მოვიდენ და გველაპარაკონ აი ჩვენ არგუმენტები გვაქვს ისა გვაქვს ესა გვაქვს ეხლა როცა ძლიერია გაცილებით ამ სიტუაციაში ეს ხელისუფლება ხო მაშინ არ იყო ესე ძლიერი მაშინ თვითონ უფრთხოდნენ ამის გაკეთებას იმიტომ რომ შიგნით არ იყვნენ ძლიერები ჯერ კიდე ახალი სიტუაცია იყო და ძალიან ბევრი ხელის შემშლელი პირობა იყო როგორც შიგნით ეკონომიკური, ფინანსური რაღაც სახელმწიფო მოძრაობები მე ეს ყველაფერი მესმის მაგრამ აქ არის ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ ბალანსი შიდა პოლიტიკაზე ვიძახი ძნელი დასაჭერი იყო ეს ბალანსი მაინც მე მგონი პატარა გადახრა იყო იქითკენ რომ ვაცალოთ შეიძლება სიტუაცია თავისით დაალაგდეს ის იმას რასაც ეუნებოდნენ უცხოელები მე ესე მგონია შეიძლება ვწდები ეს იყო შიდა ისიც რა თქმა უნდა შიში იმის რომ რაღაცა ჩხარა არ წავიდეს რადიკალიზაციისკენ და რაღაცა ისევ არეულობისკენ და პირველი არჩევნები ჩატარდა ხო ამით ვამაყობდით პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ შედეგები დაიდო პარლამენტი შედგა პირველი დემოკრატიულად არჩეული ასე შემდეგ ეხა რო გავაკეთოთ მკვეთრი ნაბიჯები შეიძლება ამან სიტუაცია ისე შეცვალოს რომ ამას ყველაფერს რასაც მივახციეთ აი ეს დავკარგოთ მე ამას ვუშვებ ეს იყო ამას ფიქრობდე აი რო შევადაროთ ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური ხედვაა მაგრამ რო შევადაროთ წინა ხელისუფლებებს ვიძახი აი ბოლო 3 წელი რო გამოვაკლოთ ხო ყველაზე ესეთი პროდასავლური თანამდებობრივი პოლიტიკა მაინც ქონდა ქართულ უცნობას რა გაგებით ყველა ინსტიტუციაში პრინციპში იმას აკეთებდა რომ დასავლეთი ყოფილიყო კმაყოფილი ყველგან სააკაშვილის კი აი შეგახსენე ბენდუქიძე რო გამოვიდა და იქ რო იყო კონფლიქტი ბეთალერეგი ისინი იყო წინააღმდეგო ესე არ იყო სააკაშვილი რომ ეგ ბრმად ესე იგი აკეთებდა ხო ყველაფერში აბსოლუტურად ყველაფერში პრინციპში ქართული ოცნება უნდა ყოფილიყო მე ესე ვუყურებ იმ პოლიტიკის რა პოლიტიკას ატარებდა დასავლეთისთვის ფავორიტული ძალა აი რატო ვერ ჩაჯდა რატო ვერ მოხდა ეს კონფლიქტი რატო ვერ ჩაჯდა ეს აი ეს ცოტა მიკვირს მე აი გაკურებულია რომ კი გასაგებია რომ ეგ ომის საკითხი შეიძლება უთანხმოება ქონოდა ეგ უთანხმოება რატომ გადაზარდა იმაში რასაც გადაზარდა უკრაინის ომის მერე ხო ანუ ხო შეგიძლიათ ძალაუფლება შეგენარჩუნებ კი რაღაც ყველაფერში 100% თუ არა 99% მოყვებოდა ეს პოლიტიკური ძალა ჩვენ ვართ ნაწილი უბრალოდ უკრაინაში ომის დაწყების მერე
გაცილებით უფრო გავხდით იმ გლობალური დაპირისპირების ეს ნაწილი. ნაწილი, რაც მიმდინარეობს მსოფლიოში. ეს არის ბრძოლა ლიბერალ ტირე გლობალისტებსა და მემარჯვენეებს, როგორც ეძახიან, მემარჯვენეებს სხვადასხვა ქვეყანაში ეროვნულ ძალებს ეძახიან და ასე შემდეგ. თავის ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ძალებს შორის. ჩვენ გავხდით ამის ნაწილი. ისინი მოელოდნენ, რომ ჩვენ უპირობოდ ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე დავდგებით მათ მხარეს. საკმარისი აი ესე ვთქვათ, რო დამდგარიყავით იმათ ხარეს. ეს უსაფრთხოებას მოგვიტანდა. არა, არანაირად, იმიტომ რომ უსაფრთხოებას არავინ არ გპირდებოდა, არასოდეს. მე ყოველთვის ვიმეორებ და არ დამავიწყდება ამის გამეორება. ნატოს მეხუთე თავი არ იძლევა უსაფრთხოებას, არ აძლევს უსაფრთხოებას იმ ქვეყანას თუ ვინმე დაესხა თავს. იმიტომ რომ იმ მეხუთე თავში წერია შავით თეთრზე, რომ ყველა სახელმწიფო თვითონ წყვიტავს ნატოს წევრ ქვეყანას თავდაცვის შემთხვევაში თუ როგორ დაეხმაროს იმ ქვეყანას. შეიძლება ეს ჰუმანიტარული იყოს, შეიძლება ეს შეარაღებით, იქ არსად არ წერია, რომ პირდაპირ მონაწილეობით და ომში ჩართვით ეხმარება. იქ წერია, რომ ზოგი ჰუმანიტარული დაეხმარება, ზოგი რაღაცა იმით, რა ქვია, დოკუმენტები, ზოგი ამით, ზოგი იმით, ზოგი რა ქვია იმას, ლოჯისტიკით და ასე შემდეგ. იქ პირდაპირ არ წერია დახმარებაზე. ამიტომ რომ ეს უკვე ის არის. გასაგებია, რომ საფრანგეთი, სიტყვაზე რა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და ასე შემდეგ ეს ძველი ევროპის ქვეყნები, ბელგია, ხო, უფრო დაეხმარებიან ერთმანეთს, რომ დაიწყოს ომი, შეიძლება იმ წუთასვე ჯარები გააგზავნონ, მაგრამ რო დაიწყოს ახალ ევროპაში, მაგალითად რუმინეთში, ბულგარეთში, ბალტიის ქვეყნებში დარწმუნებულია, არა ვარ მე პირადად, რომ იქ ისინი პირდაპირ მეხუთე თავს მაგ გაგებით ამოქმედებენ, რომ იქ ან ჯარი გაგზავნონ, ან თუნდაც შეიარაღება. რამდენი ხანი დაჭირდათ უკრაინისთვის ნორმალურად შეიარაღების გაგზავნისთვის? ხო, საკმაოდ დიდი ხანი, მაგრამ ნუ გაუგზავნეს. ბოლო გაუგზავნეს, მაგრამ რადგან ნახევარი უკრაინა გაჟუჟა ამასობაში რუსეთმა და მესამე ტერიტორია წაიღო 15% მაინც არა მიარაღის მიწოდებას დაუწყებდნენ. ეხლა 20% აქვს, ხო წაღებულია ამბობენ. ზოგი 20 ამბობს, ზოგი უფრო მეც. მე უფრო ვიცით რა მაინტერესებს. აი თვითონ ის გაგება წყენის პოზიციაში რო არ ჩამდგარებოდ გაგება, რომ აი უნდათ რა თვითგადარჩენა უნდათ რა არის ამაში გაუგებარი, რომ კი შეიძლება შენ რიტორიკულად რუსეთს ებრძოლო, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ გადადგა რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ იცი რომ მოხდება სერიოზულად და არ არის ეს გარანტია. ამის გამო ესეთი ზეწოლა რეალურად ამდენი რევოლუციის მცდელობა იყო, ხო? ამის შემდეგ რომელიც ხარ რაც შეჭირდებოდა ესეთი გამწვავება, რა იყო? აი მაგას რასაც თქვენ ამბობთ, იანი ანგარიშს არ უწევენ რამდენ რევოლუციის მცდელობას და ეგეთ რამებს. მაგათთვის არის მათი ინტერესის ნარატივი. ინტერესის ნარატივი არის, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო ჩაებას რუსეთთან წინააღმდეგობაში, მოდი ესე დიპლომატიურად თქვათ. თუნდაც ომში კი არა, რუსეთთან წინააღმდეგობაში, ღია წინააღმდეგობაში, რომ რუსეთის ყურადღება იყოს მათზე გადატანილი. აი ყოფილი საბჭოეთის რა ქვია ქვეყნებზე, რომ იმის იქით არც დრო დარჩეს მერე გაავრცელოს თავის. მე მაგალითად აი ბოდიში ეხლა იყო გაეროს სხდომა უკრაინასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი არ დაესწრო. სომხეთმა თავი შეიკავა. საქართველოს პროუკრაინული გადაწყვეტილება მიიღო. მაინც, ანუ მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველოს ნაირმა ქვეყანამ, რომ დააფიქსიროს ის, რომ ის საერთაშორისო არენაზე მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთს წინააღმდეგობას უწევს. აი რა უნდა ჯარი რო ყავდეს კი მესმის, რომ ძლიერი ჯარი რო ყავდეს მესმის, რომ რაღაცა ეგ მოგთხოვონ, მაგრამ ზომა და წონაც ხომ არის თავის პოლიტიკაში ხომ აქვს ამას მნიშვნელობა, ხო? მათთვის ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ჩემი პასუხი ესეთია. ეს საკმარისი არ არის. ჩვენი აი თუნდაც ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის. და გადაწყვეტილებას იღებს, მე არ მეყვარს deep state. მე უფრო სულ ვეძახ ხოლმე ამას გლობალური ომის პარტიას. მას ვისაც არ უნდა ომის დამთავრება ეხლა, აი ესეთი პირობებით, როგორი პირობებითაც რუსეთი დანახმაა, რომ
ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. აქ არის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე საუბარი. აქ არის მარტო ცეცხლის შეწყვეტაზე. ომი უნდა გაგრძელდეს. ტრამპი რო იძახის რომ მე რვა ომი დავამთავრებ. ყველა იქ მოხდა ცეცხლის შეწყვეტა და არა ომის დამთავრება. ყველა მაგ იმაში, რა ქვია, სიტუაციაში. ომის გაგრძელების мотиваცია. რა თქმა უნდა. და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ომის გაგრძელების ერთ-ერთი რაღაცა კიჩხი ესე ვთქვათ. კი, ნამდვილად. ნამდვილად ესეა, ეს უნდათ. სხვას მე ვერ ვხედავ. ბატონო კოდე, აი ბოლოსკენ მივდივართ და ბარემ მინდა ამ საკითხზე შევეხოთ მოკლედ, რა თქმა უნდა. ეხა ირანში ეს ამბები დაიწყო, ნუ ამ მონაცემებით უკვე 2000-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს ისრაელმა და შეერთებულ შტატებმა ირანის ტერიტორიაზე და ნუ იქ აიათოლაც გარდაიცვალა და იღუპა იქ ექსპერტთა საბჭოს 88 წევრი, ეხლა რამდენი გადარჩა ჯერ არ ვიცით, მაგრამ ნუ დარტყმა მიიღო. უამრავი ობიექტია დარტყმის ქვეშ. ასევე იმანაც უპასუხა, ირანმაც უპასუხა, აგერ იერუსალიმშია, თელ-ავივში არის გასროლი. არაბულ ქვეყნებში ყველაზე მეტად მოხვდა არაბეთის გაერთიანების საემიროებს, ხო, დუბაის და აბუ-დაბის, ასევე ალ-დაფარეს ბაზას და მოკლედ ჩამონათვალი ძალიან დიდი არის. იორდანიაშიც იყო, ქუვეითშიც იყო, ყატარშიც იყო, ომანშიც იყო და რაღაც ახალ ფაზაში შევდივართ. თქვენ აღმოსავლეთს იცნობთ, თქვენ იცით რა სიტუაცია არის, აი როგორ შევხედოთ ამას, ეს არის კიდე თქვენ ახსენეთ ახლა გლობალური ომის პარტია, ხო? ეს კონფლიქტი, ახალი კონფლიქტი, ეს არის აი რისი ნაწილია, ჯერ ესე ვთქვათ, აი რატომ დაიწყო ეს და რა უნდა მოველოდოს ჩვენ კონკრეტულად საქართველოს ამისგან. მე დავიწყებ იმით, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები შეხედულებას, რომ ტრამპი ებრძვის გლობალური ომის პარტიას. არავითარ შემთხვევაში ტრამპი გლობალური ომის პარტიას არ ებრძვის და არასოდეს არ უბრძოლია. ტრამპი ყოველთვის ცდილობდა მათთან მოლაპარაკებას. თავიდანვე, როცა დაიწყო აქტიური საქმიანობა, მაშინვე, იმიტომ რომ გლობალური ომის პარტია ეს არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან ტრამპი არასოდეს არ იომებს. ეს ფუნდამენტია ამერიკის. თავის პრინციპში მოგწონს ეს არ მოგწონს. არასოდეს არ იომებს. ის ყოველთვის შეიძლება მათთან მოლაპარაკებას. და შეეცდება რომ მაქსიმალურად ისე როგორც ბიზნესში ცდილობს ყოველთვის და ისე როგორც ქვეყნებთან ურთიერთობაში ცდილობს რომ დაემუქრება ხოლმე ამას გიზავთ, იმას გიზავთ, იმას აქვიზამ გააგზავნის იქ აქ და მერე მოლაპარაკება და მაქსიმუმს რასაც გამოართმევს ის მიაქს. აი რა გაკეთა ვენესუელაში წავიდა ის მადურო წამოიყო და დატოვა მადუროს მოადგილე და პრაქტიკულად მისი პარტია ხელისუფლებაში, ოღონდ წაიღო რაც უნდოდა, მთელი ნავთობი და მთელი ეს ახალი მეთოდია. ენერგეტიკული მრეწველობა. ახალი მეთოდია პრინციპში. ლიდერების მოკვლა და მე რეჟიმის ცვლილება კი არა, დაშინება რეჟიმის. მე მაგას გეუბნებით ირანშიც რო ეგრე მოხდეს ტრამპმა ირანის წიაღისეული, ირანის ნავთობი, ირანის ეს ჩამოაშოროს იმათ ჩინეთს, რუსეთს დიახ და თავისთან წამოიღოს და იქ დარჩეს ისევ კლერიკალური, ანუ რელიგიური. მე საერთოდ დარწმუნებული ვარ, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ისლამური დემოკრატია არ არსებობს. ისლამურ ქვეყანაში ან არის ავტორიტარული მმართველობა, ან რელიგიური ისლამური მმართველობა შეიძლება იყოს. არანაირი ისლამური დემოკრატია არ არსებობს. ვინ აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას? ქვეყანაში ყოველთვის ირანში სიტუაციას აკონტროლებდა გუშაქთა კორპუსი და მისი ხელმძღვანელობა, რომელიც ასევე დაკავშირებული იყო ირანის სამხედრო სამრეწველო კომპლექსთან, თავის ატომური გადამიმეებით, რა ქვია, პროექტებით და თავის დრონების წარმოებით, რაკეტების წარმოებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქოს ესაც დაიბომბა. ეხლა გასაგებია, მაგრამ რამდენი დარჩა? რამდენი რაკეტა და დრონი აქვს კიდე, რომელიც შეუძლიათ გაუშვან. საერთოდ და ამას გარდა ამას ემატება მოსახლეობის ერთგულება
როგორც შიიტი მუსლიმების თავიანთ რელიგიურ ლიდერების მიმართ. და მათთან თქვენ ვიეტნამიზაციას ელოდები? არ არის ეგრე, მე ველოდები, რომ ეს 3-4 კვირაში არ დამთავრდება ეს. ტრამპა 4 კვირა განაცხადა, ხო? მე მგონია, რომ ეს არ არის რეალური ვადებია. კი, ისრაელს ძალიან უნდა რომ ესე მოხდეს. ერთადერთი ახო ხედავთ ხეზბოლამაც კი კუდი მოიქნია. თითქოს ისრაელი დარწმუნებული იყო ძირითადად განადგურებული ყავს ხეზბოლა პრაქტიკულად, აი რამდენი ქალაქი დაუმონდეს ლიბანიდან. ესე კიდე რამდენი რაკეტა გიძახიან კიდე 800 დაგჭაო ხეზბოლა თუ რაღაც. და მაშინ როცა ეგონ აი შიიტი მოკავშირე ირანის პირველ რიგში ხეზბოლა. ისინი ხუსიტები ჯერ ჩუმად არიან. ხმას არ იღებენ, მაგრამ ისინიც ერთგული მოკავშირეები არიან. იმათ დარჩათ თუ არა რესურსი რომ ჩაერთონ იემენელ ხუსიტებს, კიდე ეს უცნობია. და ის იქვეა ყურესთან და საუდის არაბეთთან უფრო ახლოა ვიდრე ეგენი ვიდრე. ანუ ომი გაგრძელდება. მე მგონია რომ ომი გაგრძელდება, მე ესე მგონია. ყოველ შემთხვევაში ის რომ შიგნით ხალხი აჯანყდება და ჩამოაგდებს ეს მოლების ხელისუფლებას, ეს მგონია არარეალური. 92 მილიონიან ჩვენ რას უნდა ველოდოთ? ირანში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრაგმატული პოლიტიკა, როგორსაც ვატარებთ და რომ ვეთანხმები. სხვათა შორის მე ერთი რამ მინდა თქვა, ეხანდელი ჩვენი მთავრობა სიტყვა ნეიტრალიტეტს არ ახსენებს თურმე ზუსტად ისე იქცევა ჩვენ რაც გვაქვს ჩვენ პროგრამაში და ჩვენ როგორც გონია რომ უნდა იქცეოდეს საქართველოს მთავრობა. უბრალოდ სიტყვას არ ახსენებს ნეიტრალიტეტს თორე. მკვეთ პოზიციას არ იჭერს. ხო რა, აი უფრო ჩვენ მხარეს არის, ვიდრე არა. ასე ჩვენ რო გულისხმობ ერთიან ნეიტრალურ მოძრაობას. მე ესე მგონია. კი ბატონო. უღრმესი მადლობა. დრო გავიდა უბრალოდ ძალიან ბევრი მე კიდე მინდოდა საუბარი და იმედია კიდე იქნებით ჩვენი სტუმარი და ნეიტრალიტეტზე უკვე მე ცალკე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი დიდი საკითხია. მე მაინტერესებდა უბრალოდ ეს ჩვენი მე დარწმუნებული ვარ უკაცრავად ნეიტრალიტეტს სჭირდება ცალკე კვლევა. სერიოზული კვლევა სჭირდება ნეიტრალიტეტს იმისთვის რომ მოსახლეობას და პირველ რიგში და საერთოდ საზოგადოებას თუნდაც სამეცნიერო საზოგადოებას და იმას პოლიტიკურ საზოგადოებას უფრო ღრმად გავაცნოთ რა არის ეს ნეიტრალიტეტი და რისთვის გვჭირდება ქვეყანას რომ აი ვიყოთ ნეიტრალურები რეალურად. ეს ჯერ კიდე ჩვენ გვაქვს აი სადისკუსიო საკითხია მოდი ესე ვთქვათ. ხო, მაგრამ აი ღრმა კვლევის შედეგად მე დარწმუნებული ვარ რომ შევძლებთ დავამტკიცოთ ის რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა ჩვენი საგარეო. მოკლედ ავიღა პირობა რომ გავაგრძელებთ ნეიტრალიტეტზე საუბარს აუცილებლად. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა და მინდა რომ დაგვეხმაროთ. დახმარება კი გამოწერაშია. გამოწერეთ არხი, გამოწერეთ თქვენ შეგიძლიათ ეს გადაცემა ნახოთ როგორც Georgian Force-ის ვებგვერდზე, Facebook გვერდზე, ისე ჩვენ გვერდზეც. გამოწერეთ და გააზიარეთ. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრებით.